ეხლა ჩვენ ვნახავთ იმერეთის მეფის ჯაჭვის პერანგს, ალექსანდრე მესამის. აი უყურეთ. ქართველი მეფის ჯაჭვის პერანგი, რომელიც არის შემორჩენილი. ოქროთი ფერადითულებით არის მოჭედილი, მე-17 საუკუნის ჯაჭვის პერანგია, კარგად მინდა დააკვირდეთ. როგორც მითხეს, დაახლოებით ეს იწონის აი 8 კილოგრამამდე. მთლიანად რო ჩაიცმევდა მეფე, ანუ მეომარი, წარმოიდგინეთ, ესე იგი რამხელა წონა ექნებოდა ბრძოლის წინ მას, მაგრამ ის რო შემორჩენილია ქართველი მეფის ჯაჭვის პერანგი, ეს საოცრება არის არა? ეხლა სად არის ეხლა სად უყურებთ ეხლა ამას? ქარვასლაში ვარ, თბილისის მუზეუმში, აქ არის დროებითი ექსპოზიცია ქართული იარაღის და აქ არის გამოფენილი ქართული იარაღი. მამუკა ქაფიანძემ გააკეთა ძალიან მაგარი გამოფენა. ხო, აი ამასაც უნდა დააკვირდეთ. აი ამ ჩაჩქანს. ეს არის მე-18 საუკუნის ჩაჩქანი და აქვს მუხრან ბატონის სახლთუხუცესი იოანე, მაშა ალა ღვთისმინდობილი იოანე კონსტანტინესზე მუხრან ბატონის მეფეების ერეკლე მეორისა და გიორგი მე-12-ის სახლთუხუცესიო. და აი ნახეთ, აი წარწერებია, ქართული წარწერები აქვს. აი თუ იკითხება მუხრან ბატონი, აი ნახეთ აი აქ. მუხრან ბატონი სახლთუხუცესი, აი წარწერები არის ამაზე. ძალიან მაგარი გამოფენა არის მართლა და ძალიან მაგარი ექსპონატები არის გამოფენილი. ხო, აუცილებლად რაც უნდა ვნახოთ კიდე, მე ხა ეს ძალიან მომეწონა სვანური ფარი კიდე. 16 საუკუნის ეს არის ტყავი, ხე, რკინა ერთად აღებული, ნუ აი ნახეთ საბრძოლო იარაღები. ვცდილობ რომ არ გამოჩნდა ეხლა იმაში ანარეკლში. მაგრამ ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ჯერ ნახეთ, ძალიან კარგი ექსპოზიცია არის, ძალიან კარგი კონცეფციით. რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მამუკა ქაფიანძის გარეშე ეს არ იქნებოდა, მამუკას გაკეთებული არის ეს ექსპოზიცია. და აი პირველი და მეორე თოფს შეხედეთ, ეს არის სოლომონ პირველის თოფი და აწერია კიდე ზედ რომ მეფე სოლომონის ვარ. ეხლა ვენძებ ამ წარწერას თუ დავინახავ სამწუხაროდ, ეხლა ვერ ვკითხულობ სად არის, მაგრამ იცოდეთ რომ ეხლა თქვენ ხედავთ, აი ვიცი, ერთ-ერთი გმირი მეფის რა, სოლომონ პირველის თოფს, აი ეს არის აი მეორე, ზევიდან მეორე თოფი, რომელიც არის პირველი და მეორე. რა ვიცი, ხრესილის ბრძოლაზე შეიძლება იყო? ვერ გეტყვით. ესეთი საინტერესო ექსპოზიცია არის აქ, ძალიან კარგი ექსპოზიცია არის, მოდით ნახეთ აუცილებლად. ქარვასლაში, როგორც გითხარით, ეს არის თბილისში, თბილისის მუზეუმში და შემდეგ დარბაზში არის კიდე თბილისური გრაფიკა, ანუ აი თბილისის ძალიან საინტერესო ჩანახატები არის დავით კაკაბაძის მათ შორის. ვისაც გაინტერესებთ, აუცილებლად ნახეთ. ხო, აი ნახეთ რა. საოცარი გამოფენა არის მართლა. ელიზარაშვილები იყვნენ კიდე ძალიან ცნობილი ხელოსნები იარაღის. მათი ნაკეთობები არის. მოკლედ ქართველი კაცი რა იყო, ერთხელ შხმალი ეჭირა, მეორედ მიწას ხნავდა მართლა და აი აქ ყველაფერი არის, რაც ამ ამბავს გვიყვება რა. მოდით ნახეთ აუცილებლად ჩვენი იარაღის გამოფენა.